8 თვის წინ მოხდა, ხო? ეხლა 23 ივლისი, ახლა გახდება წლის. ადამიანი ახალგაზრდა მამაკაცი 51 წლის, რომელზეც იყო დამოკიდებული 3 ბავშვი. მეუღლე, მშობლები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა ყურადღება ადამიანურიც და არც მატერიალური. ეს რომ არ იყოს იცით, ნებისმიერ კომპანიაზე ყოფილიყო საოცარ მოვლენასთან გვექნებოდა საქმე, უფრო გამაბრაზებელი არის ფაქტი, როდესაც იცი რომ შპს ბურჯი ნამდვილად არის შექმნილი პირადად შუალოდ მის კერძო პროექტებზე მუშაობდა. ვერც შპს ბურჯი, ვერც ბატონ არმანიას და ვერც ეხა გამგეობას მაჟორიტეტი. მე ვარ 2012 წლიდან ქართული ოცნების წევრი, კლდანის მეორე მიკრორაიონის 30-ე უბნის უფროსი. ჩემი მეუღლე მუშაობდა ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანია შპს ბურჯში. იყო მძღოლი, ტრაილერზე მუშაობდა და 2014 წლის 23 ივლისს მას მიქონდა ობიექტზე საჩხერეში ბიძინასთან ტვირთი და გადავარდა საჩხერეში სოფელ მერჯევში და ადგილზე დაიღუპა. მე დავჭი 3 შვილით და არანაირი დახმარება შპს ბურჯს არ მიუცია ჩემი შვილებისთვის, როგორც დაღუპული თანამშრომლის მეუღლისთვის. ძალიან ბევრჯერ მივმართე ბატონ დავით ნარმანიას განცხადებით მიღების შესახებ. ერთხელ არ მქონდა იმ საშუალება, რომ გამოხმაურება მოსულიყო ჩემთან პირადად მასთან დალაპარაკება და ასევე ბურჯთან, ყოფილ პრეზიდენტთან ზურაბ ცოტნიაშვილთან და ახლანდელ პრეზიდენტთან ზაზა სიმონიასთან შეტანილი მაქვს 3ჯერ განცხადება, რომ რაღაცა დახმარება გაეწიათ დაღუპული თანამშრომლის შვილებისთვის. დღემდე 8 თვე, 9 თვე გადის, არანაირი დახმარება ობლებს. ქართული ოცნების ხელისუფლებაზე მაღალი წარმოდგენის არასოდეს არ ყოფილ ვარ, თუმცა ძნელად წარმომედგინა, რომ მთლიანად მორალური და ზნეობრივი მხარე აქვს ჩამოშლილი. და ეს შინაგანი ძალა, რომლის წყალობითაც უნდა მოიწესრიგონ თავიანთი საქციელი გაჭირვებული ოჯახების მიმართ, აბსოლუტურად არ გააჩნიათ. და გაბელიების ოჯახის ტრაგიკული შემთხვევა ნათლად ცხადყოფს ამას. ადამიანი, რომელიც მსახურობდა ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში, შპს ბურჯში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, მას დაავალეს, რომ ტვირთი წაიღო საჩხერეში, ერთ-ერთ სოფელში და შეემთხვა ავტოავარია, რის შემდეგაც იგი დაიღუპა. და ამ ყველაფრის შემდეგ ვალდებულებითი ყურადღება არ გამოუჩენიათ და საერთოდ ელემენტარული ადამიანური ყურადღება არ გამოუჩენია არც ერთ შპს ბურჯის ხელმძღვანელს. ჩემი მიზანია, რომ ბატონი ნარმანია და ხელისუფლება ეხა ვაიძულოთ, რომ ის ყურადღება გამოიჩინონ ამ ოჯახის მიმართ და კუთვნილი მატერიალური ანაზღაურება ამ ოჯახმა მიიღოს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ფატალურ შედეგად იქცა ოჯახისთვის, რომელსაც ყავს 3 შვილი, ყავს 2 ჭარმაგი მშობელი და არანაირი სარჩო საბადებელი არ აქვს.